ამ ვიდეოში მინდა რომ განახოთ ერთ-ერთი პროექტი, რასაც გავაკეთებთ ჩემს კურსზე, რომელიც ძალიან მალე დაიწყება, Python-ი 0-დან პლუს AI აგენტების ინჟინერია. ეს არის კურსი. და ეხლა მინდა რომ განახოთ ეს სამდონიანი აგენტური არქიტექტურა, სადაც ჩვენ გვეყოლება მიმღები აგენტი და მე რეალურად გაჩვენებთ ამ პროექტს, როგორ მუშაობს ყველაფერი. მეორე აგენტი იქნება რისკების შემფასებელი და მესამე იქნება მენეჯერი აგენტი, რომელიც მიიღებს ხოლმე საბოლოო გადაწყვეტილებებს. ეს არის სახელდახელოდ შექმნილი საიტი, რაღაცა fake online მაღაზია, სადაც უბრალოდ ტელეფონები იყიდება. მე ხა შესული ვარ როგორც ადმინი და ხო, ეს არის Django-ი შესრულებული, ეგრე არის Django-ს კოდი, LangGraph-ი გვაქვს framework-ში, ამ აგენტური არქიტექტურის შექმნისთვის. აი უცებ გეტყვით, აქ არის chat history, სადაც ადმინს შეუძლია რომ ნახოს რომელ მომხმარებელთან რა დიალოგი შედგა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი არის აი ეს chat ასისტენტი, ჭკვიანი ასისტენტი, იმიტომ რომ ზუსტად აი ამაში არის ინტეგრირებული ის AI აგენტური არქიტექტურა, რაც მე ძეგან გაჩვენეთ. მე ხარ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, ნახეთ. თუ ჩვენ რაღაცა ზოგად შეკითხვას დავუსვამთ, დავუშვათ iPhone-ზე, ან რომელიმე ტელეფონზე, ან მის მახასიათებლებზე, მაშინ პასუხს გაგვცემს აი ეს მიმღები აგენტი. ხო, რომელსაც ზოგადი ცოდნა აქვს და ასევე წვდომა აქვს ჩვენს მონაცემთა ბაზაზე, ამ საიტის მონაცემთა ბაზაზე. მაგრამ თუ მომხმარებელი იკითხავს, დავუშვათ ან მოითხოვს რომელიმე შეძენილი ნივთის დაბრუნებას, მერე უკვე ეს მიმღები აგენტი და განახებთ თავს როგორ მუშაობს. თავის კონტექსტს გადასცემს რისკების შემფასებელ აგენტს, რომელიც შეაფასებს სიტუაციას და მენეჯერი აგენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. აი მოდი ვნახოთ ახლა მე დავრეგისტრირდები ახალი იუზერით. ეხლა ჩვენ ვართ საიტზე როგორც new user-ი, რაღაც ახალი user-ი. და მოდი გავხსნათ ჩვენი ჩატი და მივწეროთ ჯერ არანაირი შენაძენი მე არ გამიკეთებია. მოდი ეს რაღაცა მივწეროთ. I bought iPhone 16 Pro and it was damaged. I want refund. ხო? დაზიანებული იყო და მინდა რომ თანხა დამებრუნოთ. მოდი ეგეთ რაღაცა მივწეროთ. აი ნახეთ რას გვასხობს ახლა ჩვენი აგენტი, ნუ ამ წუთას ყველაფერს აგვხედავთ, რა თქმა უნდა, რომ ეს ცალკე შეგვიძლია რომ გავიტანოთ, თავშოთ რისკ შემფასებელმა აგენტმა რა თქვა, მენეჯერმა აგენტმა რა გადაწყვეტილება მიიღო და სხვა, უბრალოდ ამ წუთას აქ მაქვს ეს ყველაფერი. როგორც ხედავთ, აი რისკების შემფასებელმა აგენტმა გვითხრა, რომ ეს ძალიან სარისკო მოთხოვნა არის. იმიტომ რომ ეს არის ახალი აკაუნთიო, ანუ რისკების შემფასებელი აგენტი აგვირდება, რამდენად ახალი არის აკაუნთი, თუ ბევრი შეძენის ისტორია აქვს, მაშინ უფრო სანდოდ მიიჩნევს ეგეთ მომხმარებელს და მსგავსი პუნქტები აქვს გაწერილი მას და აი ამ ლოგიკებით მოქმედებს. გვეუბნება რომ არანაირი შენაძენი არ აქვსო. ასევე ხო request-ი არის რაღაცა ubuntu-ვანი და ასე შემდეგ და მე გვაქვს მენეჯერის გადაწყვეტილება. აქ შეიძლება ასევე დაამატოთ თქვენ ეგრეთ წოდებული human in the loop მექანიზმი, ანუ ადამიანის ჩაერიოს აი ამ გადაწყვეტილებების მიღების ჭაჭუში და მხოლოდ აგენტებზე არ იყოს ყველაფერი დამოკიდებული, რასაც ჩვენ რა თქმა უნდა ვისწავლით კურსზე. ეს არის ერთ-ერთი პროექტი, რასაც გავაკეთებთ და ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ესეთ რეალურ პროექტებზე მუშაობა, რომელიც მართლა წყვეტს კონკრეტული ბიზნესის რეალურ ბიზნეს პრობლემას. თუ ფიქრობთ, რომ ეს კურსი პასუხობს თქვენს ინტერესებს, თუ გაინტერესებთ Python-ის შესწავლა, პროგრამირების შესწავლა, პლუს AI აგენტების ინჟინერია, მაშინ აუცილებლად გაიარეთ რეგისტრაცია კომენტარებში მისდევულ ბმულზე.